ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე 2016 წლის ქალაქის პირველობაზე მინი ფეხბურთში ფინალური თამაშები გაიმართა. ჩემპიონატი 25 ივლისს გაიხსნა და 2 კვირის მანძილზე გრძელდებოდა. მასში ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების მოყვარული ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული 21 გუნდი აქტიურად იყო ჩართული. ფინალზე 2 საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა. პირველი და მეორე ადგილებისათვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კურსები და ზემელის ზემელი, ხოლო მესამე ადგილისათვის საწირის კურორტი და კეცხოველის აფრასიონა. პირველი ადგილი კურსებმა მოიპოვა, რომელმაც 4-2 სძლია მეტოქეს. მეორე ადგილი ზემელმა, ხოლო მესამე საწირის კურორტს ხვდა წილად. გამარჯვებული სამეული გუნდი ადგილობრივი გამგეობისაგან ფულადი პრიზებით, შესაბამისად 400, 300 და 200 ლარის ოდენობით დასაჩუქრდნენ. გარდა ამისა, მათ იმერეთის ახალგაზრდული ასოციაციისაგან თასები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ასევე მიიღეს დიპლომები იმერეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისაგან. ფინალურ თამაშებში გამოვლინდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კურსების გუნდის კაპიტანი ზაზა ტისიაჩი, საუკეთესო ბომბარდირი დიმა კვირიკეიშვილი კურსებიდან, მეკარე მარადი გიორგაძე საწირიდან, მცველი ლაშა კობახიძე ზემელიდან, ყველაზე საუკეთესო ტექნიკის ფეხბურთელი ირაკლი იოსელიანი საწირიდან, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ზაზა სიხარულიძე აფრასიონიდან. თითოეული მათგანი იმერეთის ახალგაზრდული ასოციაციისაგან თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მინი ფეხბურთის ფინალურ გათამაშებას დაესწრო და თვალყურს ადევნებდა სამთავრობო გუნდის ტყიბული თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და ჩემპიონ კურსების გუნდს გამარჯვება მიულოცა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პირველი სტაბილიზება ბატონებო რაც დამჭა, დავინახე ბევრი ბედნიერი წყალი. ხიარული გამომედგარი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომელთაც ეს ბედნიერი წუთები მოგარჩეთ თვითონ. მინდა აქე დავზიდო, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით წავა და ეს ბედნიერი წუთები არა მარტო აქ, არამედ თითოეული თქვენგანის ოჯახში ძალიან მინდა რომ იყოს. ჩვენ უნდა ერთად ვირწმუნოთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება და გარწმუნებთ, რომ პირველ რიგში ეს იქნება ამ ქალაქში და ჩვენ მეზობელ ქალაქში თერთეულში. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამას კუბლაშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, იმერეთის ახალგაზრდული ასოციაციისა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მონაწილე გუნდების მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. განწყობა არის ნამდვილად საზეიმო. თითქმის 22 გუნდი მონაწილეობდა, ჩართული იყო მთელი ოკრიბა, სრულიად ოკრიბა, მობილიზებული იყო გულშემატკივრები სოფლებიდან და დარწმუნებული ვარ ახლა, რომ ვინც ნახა ეს დიდი სიამოვნება მიიღო, რადგანაც ჩვენ მივეცით ამით მაგალითი პირველი იმითი, რომ მუნიციპალიტეტი დაინტერესებულია ჩვენი ახალგაზრდების სპორტული განვითარებით, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებით და მეორე ის, რომ შედგა ადამიანების დაახლოება. ეს არის არენა, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, ახლოვდებიან, ეფერებიან და შესანიშნავი გარემო იყო. პრიზები ნამდვილად სამართლიანად განაწილდა, ობიექტური მსაჯობა იყო. გვესტუმრა მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულ თერჯოლის ბატონი ელგუჯა გოცირიძე, რომელმაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. ნახა, მოეწონა ეს, რომ ტყიბული რჩება სპორტული ტრადიციების გამგრძობ ქალაქად. მე ისიც დავაანონსე, რომ ამ ზრუნვის ერთ-ერთი ელემენტია დღევანდელი საცურაო აუზის ექსპლუატაციაში შესვა და სპორტ სახლის გახსნა უკვე კარზეა მომდგარი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ესეთი აქტიური სპორტული ცხოვრებით დაკავებული ნამდვილად იშვიათობაა და მე ამით ვამაყობ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი გააგრძელებს ესეთი ღონისძიებების დაფინანსებას, რამე თუ ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც ჩვენ მომავლისთვის განსაზღვრული გვაქვს მოსახლეობასთან ურთიერთობაში. ძალიან კარგი ფინალი იყო, ტურნირის ფინალი, რომელიც ჩაატარა ტყიბულის მუნიციპალიტეტმა, იმერეთის ახალგაზრდულმა ასოციაციამ, ახალგაზრდულმა საკრებულომ ერთობლივად. შესანიშნავად ჩაიარა, ნამდვილად კარგი თამაშები ჩატარდა, გაიმარჯვა კურსების ადმინისტრაციული ერთეულიდან წამოსვლა გუნდმა, მინდა მათ მიულოცოთ, ასევე მეორე, მესამე ადგილს გასულებს მინდა მიულოცოთ და მივესალმები ჯანსაღი წესის ცხოვრების პოპულარიზაციისათვის მსგავსი ტურნირები აუცილებლად გაგრძელდება მუნიციპალიტეტში და კიდევ დავგეგმავთ და კიდევ ბევრი გამარჯვებული გვეყოლება. ჩემპიონატს ორგანიზება გაუწია ადგილობრივი გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, ახალგაზრდულმა საკრებულომ და იმერეთის ახალგაზრდულმა ასოციაციამ.
საორგანიზაციო საკითხებში ასევე აქტიურად იყო ჩართული ტყიბულის საფეხბურთო სკოლა. ძალიან კარგად ჩატარდა. ყველაფერი დიდ დონეზე იყო და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ თამაში. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ მოვიგეთ. ეს არის მასობრივი ფეხბურთი, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ყველა ის მოყვარული ფეხბურთელები, ვინც მონაწილეობას ვერ ღებულობს სხვადასხვა ჩემპიონატებში, პროფესიულ ლიგებში, აგერ თამაშობენ ძალიან კარგი ეს მისაღებია 21 გუნდი ეს 10-ზე ცოტა არა თითქმის მთელი ტყიბულის რაიონი იყო ჩართული და ამაში ძალიან მადლობა მინდა ყველას გადავუხატო. კიდევ მინდა ერთი აღნიშნო რომ ამ საწირეში არის საწირის ფონდი შექმნილი, სადაც ჩვენ დაგვაქვს მათთან ერთად დაგეგმილი რომ რამოდენიმე ტურნირი ჩავატაროთ აქ და აქ ფეხბურთი უყვართ ამ რაიონში, ამ სოფელში ძალიან და ჩვენც ვცდილობთ რომ ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად რაც კი ჩვენ შეგვეძლება. საკმაოდ წარმატებული შეხვედრა იყო, აღფრთოვანებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტურნირის თავარი სულისჩამდგმელები იყვნენ ბუნებრივი ადგილობრივი ხელისუფლება, გამგეობა, რისთვისაც მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ჩვენ მაქსიმალურად გვერდზე დაუდექით ტყიბულის რაიონს და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდაც ჩვენი ორგანიზაცია შეძლებს რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა მოახდინოს, სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრებით ჩვენ ყოველთვის ახალგაზრდების გვერდზე ვიქნებით. ეს ტურნირი ტყიბულში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდა და რა თქმა უნდა მოხარულები ვართ ახალგაზრდები, რადგან ეს ტურნირი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, რაც თავარია. ჩვენი ახალგაზრდები მოწყდნენ ქუჩას და გადავიდნენ ჯანსაღ ცხოვრებაზე, თამაშობენ ფეხბურთს, იცნობიან ერთმანეთს, რაც თავარია ჩართული არის თამაშის სოფლები და ასევე ქალაქის გუნდები. მე ჩემი გუნდის გულშემატკივარი ვიყავი ზემელის, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. ეს ტურნირი გაიმართა ქალაქ ტყიბულის მერიისა და ახალგაზრდული საკრებულოს ერთად ინიციატივით, ასევე გვეხმარებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა გვარი დახმარება გაგვიწიეს.